გამოცანა 1.23. იპოვეთ რიცხვი, რომლის 22% არის 33. ანუ რიცხვს ვამრავლებთ 22%-ზე და ვღებულობთ 33-ს. თვითონ ეს რიცხვი რო ვიპოვოთ 33 უნდა გავყოთ 22%-ზე, ანუ გავყოთ 22/100-ზე. წილადზე გაყოფა იგივე შებრუნებულზე გამრავლებაა, ანუ 33 უნდა გავამრავლოთ 100 შეფარდებული 22-ზე, შევკვეცოთ, მივიღებთ 3-ჯერ 50 და პასუხი არის 150. ანუ 150-ის 22% რო ვიპოვოთ, მივიღებთ 33-ს. მეორე. იპოვეთ რიცხვი, რომლის 30% არის 6. ანალოგიურად ვიქცევით. რაღაც რიცხვს ვამრავლებთ 30%-ზე და ვღებულობთ 6. თვითონ ეს რიცხვი, რაღაც რიცხვი არის 6 გაყოფილი 30/100-ზე. წილადზე გაყოფა იგივე შებრუნებულზე გამრავლებაა, ანუ 6 უნდა გავამრავლოთ 100 შეფარდებული 30-თან. შევკვეცოთ, მივიღებთ 2-ჯერ 10 და პასუხი არის 20. მესამე. უნდა ვიპოვოთ რიცხვი, რომლის 3.1% არის 33.1%. ანალოგიურად ვიქცევით, რიცხვს ვამრავლებთ რაღაც 3.1%-ზე და ვღებულობთ 33.1%-ს. თვითონ ეს რიცხვი რო ვიპოვოთ 33.1% უნდა გავყოთ 3.1%-ზე. 33.1% წილადად რო გადავაქციოთ არის 100/13. 100/13 უნდა გავყოთ 3.1% არის 3.1% შეფარდებული 100-თან. აქ შემდეგ რა გავაკეთეთ, რიცხველიც გადავაქციეთ წილადად 3.1%-ის მაგივრად დავწერეთ 10/13, დანარჩენი უცვლელია. ანუ ესეც წილადად რო გადავაქციოთ 10/13 შეფარდებული 100-თან იგივეა რაც 10 შეფარდებული 300-თან. 100/13 რო გავყოთ 10/300-ზე, გაყოფა უნდა შევცვალოთ გამრავლებით. ანუ გასაყოფი უნდა შევაბრუნოთ და იქნებოდა გამრავლებული 300/100-ზე. ანუ 100/13 რო 300/100-ზე გავამრავლოთ, მივიღებთ 100-ჯერ 10 და პასუხი არის 1000. ანუ 1000-ის 3.1% რომ ვიპოვოთ, მივიღებთ 33.1%-ს. და ბოლო მეოთხე. უნდა ვიპოვოთ რიცხვი, რომლის 12.3% არის 135.3%. ანუ რაღაც რიცხვს ვამრავლებთ 12.3%-ზე და ვღებულობთ 135.3-ს. თვითონ ეს რაღაც რიცხვი არის 135.3% გაყოფილი 12.3%-ზე, ანუ 0.123/1000-ზე. აწილადზე რო გავყოთ, გასაყოფში იმის შემდეგ რამდენი ციფრიც არის, იმდენი ციფრით უნდა გადავიტანოთ გამყოფშიც. ანუ მივიღებთ 135.300 გაყოფილი 123-ზე, რაც არის 11.100. ანუ პასუხია 1100. 1100-ის 12.3% ნაწილი რო ვიპოვოთ, მივიღებთ 135.3%-ს.